ჩემი თმა სანამ ბუნებრივად შეშრება, განვიხილოთ დამატენიანებლები. ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ახლა კი დავიწყოთ. ეს ნატური, რომელსაც გარკვევით აწერია შემადგენლობა ზემოდან, მთავარი ინგრედიენტი კი არის ქვალანი. ახლა განახებთ სტრუქტურასაც. საკმაოდ თხელი და მსუბუქია, რეკომენდირებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, მაგრამ არ ურჩევენ მათ, ვისაც აქვს ფუნგალ აკნე. მომდევნო skin 1004 ყველა მისით ალბათ ეს დამატენიანებელი პრებიოტიკებით გაჯერებული, შედარებით მსუყე ტექსტურა აქვს, მაგრამ ძალიან სწრაფად იწოვს კანი და ამასაც აქვს რეკომენდაცია, რომ უხდება ნებისმიერი ტიპის კანს, მაგრამ არა მათ, ვისაც აქვს ფუნგალ აკნე. მისი უდიდებულესობა პურიტო, ალბათ ყველას გეცნობათ. ეს დამატენიანებელი გარდა იმისა, რომ ცნობილია თავისი კეთილითვისებებით, უხდება ნებისმიერი ტიპის კანს და მათ შორის მათ, ვისაც აქვს ფუნგალ აკნე, გამოირჩევა მოცულობით 100 მგ-იანია და ძალიან დიდხანს გეყოფათ. ახლა განახებთ სტრუქტურასაც. იმედია, რომ კარგად ჩანს და ტყუილად არ ვიღებ ვიდეოს. ნახეთ. რაც შეეხება სტრუქტურას, ამ სამიდან ჩემთვის ყველაზე მსუბუქია ეს ნატური, შემდეგ მოდის skin 1004, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სქელია ამოღებისას, ძალიან სწრაფად ნაწილდება და უცებ იწოვს კანი და ბოლო ადგილზე დავაყენებდი პურიტოს. გელოდებით კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება და რაც მთავარია, მოусმინეთ საკუთარ კანს. მადლობა რომ მიყურებთ.